გამარჯობათ. ტრადიციულად მე ნინო წიფურია და სოფიო თოიძე, ჩემი თანაწამყვანი, ვაგრძელებთ საუბრებს ესთეტიკურ მედიცინაზე. ეს არის რიგით ჩვენი მე-12 ეპიზოდი. დღეს სტუმრად გვყავს ექიმი ნიჰან თურჰანი, ძუძუს ქირურგიის მიმართულებით საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი. ის დღეს ჩვენთან ერთად არის დაკონ ესუაშვილთან ერთად, რომელმაც შექმნა სამედიცინო პლატფორმა MedInsider და ასევე არის Medical Gostepe სტამბულის კლინიკაში საერთაშორისო ურთიერთობების მქონე დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საუბარს ვიწყებ, მოგესალმებით პირველ რიგში, საუბარს ვიწყებ დაკოსთან, რადგან ძალიან საინტერესო პლატფორმა არის MedInsider, ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და მინდა რომ დავიწყოთ საუბარი ამ თემაზე, უფრო ვრცლად რომ მოგვიყვე MedInsider-ის შესახებ და კონცეფცია რა არის ზოგადად და რას აკეთებს და შემდეგ უკვე თოქზე გადავიდეთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა რომ დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით, ჩემს ექიმთან ერთად. MedInsider-ის იდეა გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ მე როდესაც თავიდან ვიყავი ექიმი, მივდიოდი ამ მიმართულებით, ყველასახის ქირურგია მინდოდა. შემდეგ უკვე გადავედი თურქეთში და რატომღაც მივხვდი, რომ თურქეთში რაღაც ჩემი ქვეყნისთვის რომ სარგებელი მომეტანა, ექიმი კი არა, რაღაც უფრო მეტად ჯანდაცვის მიმართულებით, ჯანდაცვის მენეჯმენტი იყო საჭიროება, რადგანაც მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ საქართველოში ყავს ძალიან კარგი ექიმები, ძალიან პროფესიონალები და მით უმეტეს თურქეთში ყოფნისას უფრო დამანახა, რომ დღეს ჩვენ საქართველოში გვიჭირს ჯანდაცვის მენეჯმენტი. რეალურად ექიმები ყავს ძალიან კარგი, მაგრამ ჯანდაცვის მხრივ, მენეჯმენტის მხრივ არ იყო ის მომსახურება, რაც მე ვნახე თუნდაც თურქეთში, ის იყო რამოდენიმე წლის უკან. და მინდოდა რომ ამ მიმართულებით გამეგრძელებინა, ექიმობას დავანებე თავი და დავიწყე სწავლა თურქეთში ამ ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით. და დავიწყე მუშაობა Medical Park-ის კლინიკათა ქსელში, სადაც ვიყავი საერთაშორისო დეპარტამენტის მიმართულებით. დღეს უკვე ერთ-ერთი კონკრეტული Medical Park-ის Gostepe-ს საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი გახლავართ. და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ხშირი შეხება მქონდა პაციენტებთან. მივხვდი რა ეკლდათ, განსაკუთრებით, როდესაც შენი მშობლიური ქვეყნიდან ჩამოდიან პაციენტები, უფრო მეტად გინდა რომ მათთან იყო, მათი პრობლემებით დაინტერესდე. და მივხვდი, რომ საქართველოში პაციენტებს ეკლდათ ყურადღება, ურთიერთობა ექიმთან და ალბათ მომსახურება, რის გამოც ირჩევდნენ თურქეთს და მოსწონდათ თურქეთი. რადგანაც თურქეთში იყო ყველაფერი თურქულ კლინიკებში განსაზღვრული, ყველაფერი იყო ორიენტირებული მომსახურებაზე, როგორ შესთავაზო ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემა. სამწუხაროდ, როდესაც ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ კიდევ ერთხელ ვამბობ დანადგარები, აპარატურა და მხოლოდ ექიმის კვალიფიკაცია. ეს არის ერთი მთლიანი ჯაჭვი. და ხშირად რომ ვეკითხებოდი პაციენტებს და როდესაც ჩამოდიოდნენ, რატომ გადაწყვეტეთ თურქეთში, იყო ზუსტად ეს, რომ რაღაც ადამიანური ურთიერთობები, უფრო მეტი ორიენტირებული მათ, იმიტომ რომ ეს პაციენტები კი არიან დაავადება აქვთ მათ, მაგრამ ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები და მათაც ისეთივე მოპყრობა სჭირდებათ. კი, ხანდახან ვამბობთ ხოლმე, რომ ჩამოდიან და დასათვალიერებლად მიდიან, რა დროს ეს არის, როცა გაქვს ძალიან სერიოზულ დიაგნოზთან, მაგრამ ისინი აგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას და რეალურად ყოველთვის ჩვენი ექიმებიც ამბობენ, ფსიქოლოგიასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესში. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ შემექმნა MedInsider პლატფორმა, სადაც გააერთიანებდა არა მხოლოდ ექიმებს, არა მხოლოდ ჯანდაცვის წარმომადგენლებს, არამედ პაციენტებსაც და პაციენტებს შეეძლებოდათ უფრო შიგნიდან ენახათ ყველაფერი, რადგან პაციენტები ჩამოდიან და პროცედურას იტარებენ, მაგრამ არ იციან ამ პროცედურის შესახებ, არ იციან მის შიგნით რა ხდება. რაღაც ხშირად მქონე, მაგალითად პაციენტი მოდის ძალიან ელემენტარულად ვთქვათ, კოლონოსკოპია, გასტროსკოპიაზე, მაგრამ არ იციან რა ხდება, რას უკეთებენ პაციენტს ძინავს ამ დროს და რაღაც რო უხსნი და რო იცის, უფრო უადვილდებათ რაღაცა პროცედურის ჩატარება. მაგალითად, ძვლის ტვინის გადანერგვა ყოველთვის ეგონა რომ ეს იყო გაჭრით ორგანოს რაღაც გადანერგვა, როცა ორგანოებს შორის და მინდოდა ეს პლატფორმა ყოფილიყო, როდესაც პაციენტს უფრო შიგნიდან დაანახებდა სამედიცინო მიმართულებას და
როგორ მომემზადოთ სხვადასხვა პროცედურებისთვის. ამ პერიოდში მე გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა თოქის საუბრები, რაღაც რომ იბადებოდა იდეა ნელ-ნელა, სადაც ექიმები და პაციენტები ერთმანეთს შეხვდებოდნენ ერთ სივრცეში და პაციენტ შეეძლებოდა ყველა კითხვის დასმა, რასაც ექიმის კაბინეტში ვერ სვავს. ან უბრალოდ ცხენია, ან უბრალოდ დრო არ აქვს. ან უბრალოდ რაღაც სისულელედ მიაჩნია და ფიქრობს, რომ ამ კითხვას თუ დასვავს, ეს სისულელე იქნება. ჩვენ გადავწყვიტეთ, შევქმნათ ესეთი სივრცე პაციენტებისთვის თოქის მსგავსად, სადაც თუნდაც ფიქრობ, რომ სისულელეა ეს კითხვა, მაინც შეგიძლია დასვა. ანუ დაკო თოქი არის შეხვედრების პლატფორმა, ესე დავარქმევდი, სადაც პაციენტები ხვდებიან ექიმს. და შესაძლებელია, რომ ასევე სპეციალისტებიც დაესწრონ ამას და დასვან თქვათ კითხვები, ან რაიმე ნებისმიერი აქტუალური თემა გაარჩიონ, ხო, ერთად. ჩვენ უკვე განვახორციელეთ პირველი თოქი, ეს იყო რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით და ეს ცოტა პირველი იყო, სატესტოც იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ შედგა ეს თოქი, რადგანაც იღებდნენ მონაწილეობას როგორც ექიმები, როგორც ჯანდაცვის მენეჯმენტის წარმომადგენლები, ასევე პაციენტები. აქ იყო ყველას აზრი ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ექიმი უყურებს ექიმის თვალიდან ჯანდაცვის სისტემა არის კიდევ ამ ყველაფერში როგორ ეხმარებიან მენეჯერები ამ პროცესების განვითარებას და პაციენტი, რომელსაც კითხვები აქვს ექიმთან და ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა და ვფიქრობ, თვითონ ექიმები ძალიან კმაყოფილი იყვნენ ამ თოქით, ასევე პაციენტებიც, რა თქმა უნდა. ძალიან ისეთი კითხვებიც დაიცვა და ძალიან აქტუალურად განვითარდა თემები. და მომავალში ალბათ გეგმავ, რომ სერიები ჩაატარო თოქის ფარგლებში, ხო? კი, ამ ეტაპისთვის უკვე იგეგმება მეორე თოქი და იმედი მაქვს, რომ აქტუალურობიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტი мотиваცია მოგვეცემა, რომ გავაგრძელოთ თოქების სერიები. ძალიან კარგი, ესე იგი თვალი ადევნეთ დაკოს Medinsiders, იმიტომ რომ იქ დადებს ხოლმე თავის, ასე ვთქვათ, ანონსებს შემდეგ შეხვედრასთან დაკავშირებით და დავიწყოთ ჩვენ სტუმართან, განსაკუთრებულ სტუმართან საუბარი. ჩემი პირველი კითხვა არის, რადგან ის ზუსტად ძუძუს კიბოს მხრივ არის ერთ-ერთი, მე როგორც ვიცით, თურქეთში ოცეულში შედის საუკეთესო ექიმების და მას მინდა ვკითხო, როგორი არის სტატისტიკა, გაზრდილია ძუძუს კიბოს სტატისტიკა თუ არა, მომართვიანობა როგორია ბოლო წლებში, ამასთან დაკავშირებით რო გვიპასუხოს. статистик hakkında sormak istiyorum diye arttırdım mı? Size başvurma nasıl bir şekilde diyor. Onun hakkında biraz bahsedelim diyor. Evet, dünyada meme kanseri gittikçe artış göstermekte. Ortalama olarak მსოფლიოში მკერდის კიბოს შემთხვევები სულ უფრო მატულობს. საშუალოდ 8 ქალიდან ერთ შესაძლოა დაუდასტურდა სიცოცხლის განმავლობაში მკერდის კიბო. ეს ძალიან სერიოზული და მაღალი რისკია. ამასთან ერთად მთელ მსოფლიოში მკერდის კიბოს გამოვლენის ასაკიც მცირდება. თუ ახლო წარსულში საშუალო ასაკი 55-დან 65 წლამდე იყო, სამწუხაროდ ახლა ჩვენ ბევრად უფრო ხშირად ხვდებით მკერდის კიბოს ახალგაზრდა პაციენტებში. ამიტომ მკერდის კიბო მნიშვნელოვანი თემაა არა მხოლოდ პერიმენოპაუზის ან პოსტმენოპაუზის ასაკში, არამედ ახალგაზრდა პაციენტებთანაც. აი ახსენა პასუხში, რომ გაახალგაზრდავებულია და ასევე ახსენეთ, რომ მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში არის უფრო ხშირად. მე მაინტერესებს, რა განაპირობებს იმას, რომ გაახალგაზრდავდა ძუძუს კიბო და ასევე იქნება აგვიხსნათ მენოპაუზის პერიოდში, ალბათ პერიმენოპაუზისა და მენოპაუზიაში პერიოდში მყოფი ქალბატონები, ვინც გვისმენს, რას მიაქციონ ყურადღება და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში და რატომ არის მეტი წილი ამ ასაკის ქალებში. şu anda bizim ne yazık ki tüm dünya genelinde normal tradisyonel ჩვენ სამწუხაროდ თელ მსოფლიოში ვხედავთ გადასვლას ტრადიციული, ანუ ოჯახური სტანდარტული კვების სტილიდან ფასტ-ფუდისკენ. შესაბამისად, რადგან ჩვენი კვების რეჟიმი მსოფლიო მასშტაბით შეიცვალა, ბევრი მავნე კვებით ჩვევა გვაქვს, რაც ყველა სახის კიბოსთვის მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება. მეორეც, რადიაციის ზემოქმედება მთელ მსოფლიოში წინადელთან შედარებით უფრო მაღალია. ამასთან ერთად, ქალები ახლა მთელ მსოფლიოში ბევრად უფრო აქტიურები გახდნენ. შობადობის მაჩვენებლები შემცირდა და გვიან ასაკში დედობისთვის, ორსულობისთვის სხვადასხვა მკურნალობა
მნიშვნელობებს ჰორმონალურ თერაპიებს იღებენ, ან ხანგრძლივი ვადით ორალურ ჰორმონულ კონტრაცეპტივებს იღებენ, რამაც რისკები გაზარდა. ამის გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკერდის კიბოს გამოვლენის რისკი უფრო ადრეულ ასაკზეც მოდის. ამასთან ერთად არსებობს ჩვენ მიერ ესტროგენ პოზიტიურად წოდებული ჰორმონზე დამოკიდებული სიმსივნეები, რადგან პერიმენოპაუზის პერიოდისკენ მრავალწლიანი ესტროგენის ზემოქმედება იმატებს და შესაბამისად რისკიც იმატებს, ბუნებრივია ამ ტიპის სიმსივნეების გამოვლენაც მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამის საპირისპიროდ ტრიპლ ნეგატიურ ან HER2 პოზიტიურ ტიპის ზოგიერთ მკერდის კიბოს ტიპი ნებისმიერი ასაკობრივი ლიმიტის გარეშე ნებისმიერ ასაკში შესაძლოა შეგვხვდეს. ახალგაზრდობასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებთან დაკავშირებით ძალიან გახშირებულია ძუძუს კიბო და განსაკუთრებით გაუთხოვარ გოგოებში. ხშირია ეს დაავადება და რა შეიძლება ამ შემთხვევაში დარიგებასავით იყოს ამ ახალგაზრდებთან მიმართებაში? რა არის ეს დარიგება ისეთი, რომ ყურადსაღები იყოს მათთვის და საერთოდ ყველასათვის. გარდა ამისა, არის კი არა ძუძუს კიბო განაჩენი და დადგება ის დრო, როდესაც ასე ვთქვათ, ქრონიკულ დაავადებაში გადავა. Şimdi şöyle gençler için söyleyebileceğimiz რა შეგვიძლია ვუთხრათ ახალგაზრდებს? პირველ რიგში საჭიროა ცხოვრების სტილის მოწესრიგება, სწორი კვება, სპორტი, პოზიტივი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად ვურჩევთ, რომ პერიოდულად საკუთარი ხელით გაისინჯა მკერდი, რათა გაიცნო საკუთარი მკერდი და რაიმე პრობლემის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავ ექიმს. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შეგვიძლია დავამატოთ, რეგულარულად მივიდნენ კონტროლზე ექიმთან. ადრეული დიაგნოსტიკის და ადრეულ სტადიაში გამოვლენის მნიშვნელობას ხაზს ვუსვამთ, რადგან ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს დადებით შედეგზე, ცხოვრების ხარისხსა და შემდგომი ცხოვრების პირობებზე. აქვე ამჟამად ჩვენ არ ვართ იმ ადგილზე, სადაც წინა წლებში ვიყავით მკერდის კიბოს მკურნალობის თვალსაზრისით. მკერდის კიბოს მკურნალობა ძალიან გაუმჯობესდა და დიდი ნაბიჯი გადავდგით როგორც მედიკამენტური, ისე ქირურგიული მიმართულებით. შესაბამისად, მკერდის კიბო არ არის გზის დასასრული, არამედ ისეთი ეტაპი ჩვენ ცხოვრებაში, რომელშიც შესაძლოა 1-2 წელი მოგვიწიოს სხვა გზით სიარული. მკურნალობის დასრულების შემდეგ კი სათანადო კონტროლით, ძველებურად და ჯანმრთელად გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება იქედან, სადაც შევჩერდით. ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ მოტივირებულები. კარგი ამის მოსმენა და სასიხარულოა ასეთი ამბავი და რა მაინტერესებს კიდე, რამდენად დიდია დაკვე შენთან მაქვს მომართვა მომართვიანობა. შენ მაინც გაქვს შეხება ამასთან და რამდენად დიდია მომართვიანობა? როდესაც სხვათა შორის ყოველთვის ვამბობ ხოლმე, როდესაც დავიწყე, მე ეს იყო 7 წლის უკან მე ამ კლინიკაში მუშაობა, იყო მომართვიანობა უკვე ძალიან დაგვიანებულ ეტაპზე. ეს იყო ძირითადად უკვე მეოთხე სტადია, როდესაც კერდის კიბო და ქართველებზე იძახე კონკრეტულად, არ მაქვს მხოლოდ ქართველებზე საუბარი, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ძალიან დიდი არის მომართვიანობა ჩვენთან, მაგრამ მე საუბრობ ზოგადად ჩვენთან 67 ქვეყნიდან ჩამოდიან პაციენტები და ზოგადად სხვადასხვა ქვეყნის იყო მალავდნენ ამას თუნდაც ოჯახისგან. იყო ესეთი მომენტები და როდესაც უკვე მე მინახავს დანაკროზებული ძუძუ, როდესაც უკვე არის ჭრილობები წარმოქმნილი სიმსივნისგან, იყო ამ ეტაპზე უკვე მომართვიანობა, როდესაც ეშინოდათ რო ხდებოდნენ რაღაც ჭირდათ და ექიმთან მისვლის ეშინოდათ. მე ვფიქრობ ეს იყო ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული, როდესაც ძველად არ იყო ამხელა ინფორმაციები, ჯერ კიდევ 7 წლის წინაც მქონდა ეს პრობლემა. თუმცა დღეს უკვე მიხარია მე რომ თუნდაც 25 წლის ქალბატონები უკვე მოგმართავენ, თუნდაც პროფილაქტიკური გასინჯვებისთვის და მათ უკვე გუშინ სხვათა შორის ჩავატარეთ ექიმთან ერთად უფასო აქცია მკერდის გასინჯვების და იყვნენ 25 წლის ქალბატონებიც და ძალიან გამიხარდა რომ ჩივილი არ ქონდათ, მაგრამ უბრალოდ გასინჯვაზე იყვნენ მოსულები, რაც სამწუხაროდ ადრე არ იყო. და აქედან გამომდინარე, აი ამ ბოლო პერიოდში თითქოს შემცირდა ასაკი, ან ასაკი არა, უბრალოდ აღარ არის მეოთხე სტადიაზე მომართვიანობა და ცოტა უკვე საწყის ეტაპზე აღმოჩენა უფრო გაიზარდა. დაკო და იცი რა კითხვა მაქვს, აი ახლა მომართვიანობასთან დაკავშირებით და გუში რო ჩაატარეთ, ანუ ასე პაციენტების მიღება, როგორ ხდება, აი როგორ უნდა გაიგოს მასამ, როდესაც ტარდება ასეთი უფასო კონსულტაციები? ჩვენ გვაქვს Medical Park Gostepe-ს აქვს თავისი გვერდი ქართული, რომელიც
ნებისმიერ ქართველ პაციენტს შეუძლია რომ ნახოს Facebook-ზე და შეუძლიათ იქ ვდებთ ყოველთვის. ვაკეთებთ ამას კოლაბორაციით ქართველ ექიმთან ერთად აუცილებლად იმ პერიოდისთვის რომელ კლინიკასთან გვაქვს ეს, იმიტომ რომ არის ეხლა ქონდა რამიშვილის სამედიცინო ცენტრში ეს შეხვედრები. ისინიც რა თქმა უნდა თავიანთ გვერდზეც აზიარებენ ამ ყველაფერს და ძალიან ვცდილობთ რომ მეტი გავრცელება მოიპოვოს, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენი აქციები არის უფასო და უფრო მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება რომ თავის ქვეყანაში ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოს როგორც ქართველი ექიმის კონსულტაცია, ასევე უცხოელი ექიმის ძალიან დიდი შეღავათია და ერთმანეთში მოხდეს აზრის გაზიარება და იმ საერთაშორისო ექიმის მეორე აზრიც მოისმინონ. უფრო მეტად თავდაჯერებულები მიდიან ხოლმე პაციენტები. როდესაც ესე ქვეყნიდან გაუსვლელად შეიძლება ერთი საერთაშორისო და ერთი ქართველი ექიმის აზრი მოისმინა. აი ეს საინტერესო. აი ეს იმპლანტები. ყველა ქალი ზრუნავს მაინც ესთეტიურად გამოიყურებოდეს ლამაზად და ნებისმიერ სიტუაციაში მაინც უნდა დარჩეს ლამაზი და მე მგონი თანამედროვე მედიცინა უკვე იძლევა ამის შესაძლებლობას მიუხედავად დიაგნოზისა ქალმა შეინარჩუნოს თავისი სილამაზე და შეიძლება უფრო მეტად მომხიბვლელიც კი გახდეს და უფრო მეტად იზრუნოს ესთეტიურ მხარეზე ვიდრე მანამდე სწორედ აი ამის მაგალითია ხა ჩვენი ძუძუს იმპლანტები რომელიც მოგვიტანა ჩვენმა ექიმმა ნიჰან თურჰანმა და მინდა რომ ისაუბროს ამაზე, რადგან მე როგორც ვიცი ის თან აკეთებს პლასტიკურ ოპერაციას, ანუ გარდა იმისა რომ მკურნალი ექიმია და შეუძლია დიაგნოზი დასვას და წარმართოს მკურნალობა, ასევე ესთეტიურ მხარეზეც იზრუნოს თავისი პაციენტის. აი რას თავაზობს თითოეულზე რომ მოგვიყვეს რა არის და როგორ შეიძლება რომ შეუმსუბუქდეს პაციენტებს თავიანთ დიაგნოზის შემდეგ ცხოვრება სრულფასოვნად გააგრძელონ. Şimdi meme kadınlar için çok önemli bir organ. მკერდი ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, რადგან ის ქალურობის სიმბოლოც არის, ჩვენ ვცდილობთ, რომ პაციენტი მაქსიმალურად ჯანმრთელი დარჩეს და ფსიქოლოგიური და სოციალური თვალსაზრისითაც კმაყოფილი და ბედნიერი იყოს. ამ მიმართულებით ონკოპლასტიკური ქირურგიის თანამედროვე ტექნიკები, რომლებიც დღეს მთელ მსოფლიოში გამოიყენება, ჩვენ ქვეყანაშიც ჩვენ მიერ შესაბამისად ხარისხით ხორციელდება. პაციენტები კმაყოფილი გამოდიან ამ ოპერაციიდან. ონკოპლასტიკურ ტექნიკებში არსებობს ოპერაციის სხვადასხვა ტიპი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მკერდის საკუთარი ქსოვილის შენარჩუნება. ამას ვაკეთებთ იმ პაციენტებში, სადაც ტუმორის ზომა მცირეა და ადრეულ სტადიაშია გამოვლენილი. ზოგიერთი ტიპის მკერდის კიბოს შემთხვევაში კი მკერდის სრული ამოკვეთა ხდება საჭირო. ასეთ შემთხვევებში მკერდის ამოკვეთის შემდეგ რეკონსტრუქციის მეთოდები ცვალებადია. იმავე ოპერაციის დროს მკერდის გამოცვლის შემდეგ შესაძლებელია პროთეზის ჩადგმა ან სხეულის სხვა ორგანოებიდან აუტოლოგიური ქსოვილის გამოყენებით მუცლის ცხიმოვანი ქსოვილიდან ან ზურგის ლათისიმუს დორსის კუნთიდან ფლეპის გადატანის გზით ახალი მკერდის ფორმირება. ყველა ქირურგიული გადაწყვეტილება პლასტიკურ ქირურგებთან ერთად საერთო კონსილიუმის სახით მიიღება, რათა თითოეული პაციენტისთვის განისაზღვროს ყველაზე შესაბამისი მკურნალობის გზა. უბრალოდ რამდენად მნიშვნელოვანი არ მაინტერესებს მითია თუ რეალობა, ვიცით რომ მზე, ზაფხული ძალიან კარგია, მაგრამ არის კი რისკ ფაქტორი დღესდღეობით მზე. მკერდის კიბოსთან დაკავშირებით რა რისკია ამ შემთხვევაში? იმიტომ რომ ძალიან უყვართ გარუჯვა გოგონებს. Şimdi şöyle söylemek lazım. აქ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქმე მხოლოდ ძუძუს კიბოს არ ეხება. როდესაც UV სხივები ჩვენს ორგანიზმში აღწევს და უკონტროლო დაზიანებას იწვევს, მას შეუძლია დააზიანოს დნმ და გაზარდოს კიბოს სხვადასხვა ტიპის, პირველ რიგში კი კანის კიბოს განვითარების რისკი. თუმცა თუ ლიტერატურას გადავხედავთ, არ არსებობს ცალსახა მონაცემი იმის შესახებ, რომ მზის სხივების ზემოქმედება ზრდის ძუძუს კიბოს რისკს. ამავე დროს სათანადო ზომიერი დოზით მიღებული D ვიტამინი ერთგვარი მზის ძალაა. ის ეხმარება ორგანიზმს კიბოსგან დაცვაში და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ბუნებრივია დერმატოლოგების რეკომენდაციის შესაბამისად საჭიროებისამებრ UV დამცავი კრემების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოდ გავირუჯოთ ყოველგვარი ზიანის გარეშე. Biz burada tabii ki იცი რა კითხვა მაქვს ასეთი კადრს მიღმა საერთოდ ის მსმენელი, რომელიც ჩვენ გვისმენს. მსმენელი, რომელსაც ახლა შემაჟრიალად ეშინია. მსმენელი, რომელიც ვერ დგამს ადამიანი ნაბიჯს, რომ მივიდეს სპეციალისტთან და გაესინჯოს. არიან ასეთები ძალიან ბევრი, პირადად მეც მაგალითად მეშინია. მაგრამ, აი რას ურჩევდა ისეთ ადამიანს,
ჩვენი ექიმი. Biz meme kanserinde herhangi yaptığımız bir ზუძუს კიბოს დიაგნოსტიკისთვის ჩატარებული არც ერთი კვლევა თუ სკრინინგი თქვენს რისკს არ ზრდის. მამოგრაფიის დროს გამოყენებული რადიაციის დოზა ძალიან დაბალია და არ არსებობს არანაირი მონაცემი იმის შესახებ, რომ ეს დასხივება ზუძუს კიბოს იწვევდეს. პირიქით, თუ სიმსივნურ წარმონაქმნამდე ჯერ კიდევ მცირე მიკროკალციფიკაციების ეტაპზე, ანუ კიბოს წინარე ცვლილებების სახით აღმოვაჩენ დაავადებას, პაციენტს ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის გარეშე შეუძლია სრულად განიკურნოს. სწორედ ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკისთვის რეგულარული მამოგრაფიის ჩატარება ნამდვილად ის რეკომენდაციაა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ პაციენტებს. ბიოპსიასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს სრუწმენები. თურქეთში ამბობენ, რომ დანა რომ შეეხოს, კიბო გავრცელდებაო. გუშინ ვესაუბრე და გავიგე, რომ თქვენს ქვეყანაშიც მსგავსი შეხედულებები არსებობს. თუმცა ჩვენ მიერ ჩატარებული მცირე ბიოპსია არასდროს აქცევს არა კიბოს მიერ წარმონაქმნს კიბოდ მხოლოდ იმიტომ, რომ დანა შეეხო. თუ კიბო არსებობს, ბიოპსია დიაგნოზის დასმისთვის აუცილებელი ეტაპია და როგორც კი მცირე ბიოპსიით დიაგნოზი დაისმება, თქვენი მკურნალობაც მაშინვე იწყება. მაგრამ თუ დაელოდებით და შეშინდებით, მაგალითად 1 სანტიმეტრიანი წარმონაქმნის აღმოჩენისას, ექიმთან მისვლა არ მოისურვეთ და დაიცადეთ, სანამ ის 3-4 სანტიმეტრი გახდება, შესაძლოა დავკარგოთ ზუძუს შემანარჩუნებელი ოპერაციის შანსი. aldığınızda bir an önce işlemlerinize başlamış olur. კი ბატონო. ეს მითი დაანგრია, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი. კიდევ რა მითი არის, რაც უკავშირდება მკერდის სივსიმენეს და თulis რომ ცდარად არის გავრცელებული და აბსოლუტურად სხვა არის რეალობა. Örnek mesela kadının memesinde bir მითი kitle პირველი varsa თუ არ მტკივა საშიში არ არის. მაგალითად, თუ ქალს მკერდში ხელით შესამჩნევი წარმონაქმნი აქვს და ის არ ტკივა, შეიძლება იფიქროს, რომ ეს სერიოზული არაფერია. სინამდვილეში კი უმეტეს შემთხვევაში კიბო ტკივილს არ იწვევს. ზუძუს კიბოს დაახლოებით 90% უმტკივნეულოა. ხშირად ვეკითხებით პაციენტს, მკერდში წარმონაქმნი გქონდათ, რატომ არ მოხვედით? და პასუხია, არ მტკიოდა. ეს მცდარი წარმოდგენაა. მითი მეორე, ზუძუს კიბო განუკურნებელია. მეორე გავრცელებული შეხედულებაა, რომ ზუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში მკურნალობა შეუძლებელია და ეს სასიკვდილო განაჩენია. ესეც ძალიან დიდი მითია, რომელსაც დიდი ხანია გავშორდით. უნდა ითქვას, რომ დღეს გამკურნების მაჩვენებლები ძალიან და ძალიან მაღალია. მითი მესამე, მკერდს აუცილებლად მომაცილებენ. კიდევ ერთი მითია რწმენა, რომ ზუძუს კიბოს შემთხვევაში ქალი აუცილებლად დაკარგავს მკერდს. სინამდვილეში უმეტეს შემთხვევაში ჩვენ მკერდს ვინარჩუნებთ ან რეკონსტრუქციული მეთოდებით ისე ვაგვარებთ საკითხს, რომ ესთეტიკური იერსახე არ ირღვევა. მითი მეოთხე, ვეღარ გავხდები დედა, ვეღარ ვაჭმევ ბავშვს ზუძუს. ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც ზუძუს კიბო აღმოჩნდა, შეიძლება იფიქროს, რომ ვეღარასოდეს შეძლებს ბავშვის გაჩენას ან ზუძუთი კვებას. ესეც ძალიან დიდი მითია. სინამდვილეში ახალგაზრდა პაციენტებში მკურნალობის დაწყებამდე გინეკოლოგებთან ერთად ვახდენ კვერცხუჯრედების აღებას და Sonrasında გაყიდვას. bunları dondurup მინდა რომ ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად გავიხსენო ანჯელინა ჯოლი, იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ხმამაღლა ისაუბრა. თუმცა მას არ ჰქონდა დიაგნოზი სიმსივნის, როგორც ვიცით, თუმცა გენეტიკა უწყობდა ხელს, რადგან დედას ჰქონდა და მან იმპლანტები ჩაისვა მკერდის და ძალიან ბევრმა ადამიანმა მაშინ, რომელსაც საერთოდ არ აქვს სამედიცინო განათლება არც მე, მაგალითად დავგუგლე, რატომ გააკეთა ეს და ბევრი ინფორმაცია მივიღეთ გაიგო ადამიანებმა, რომ თურმე შეიძლება რომ პრევენციის მიზნით ესეთი რაღაცა გააკეთო, იმიტომ რომ მან გადადგა ესეთი ნაბიჯი. რამდენად სწორია, როდესაც არ გაქვს დიაგნოზი, მე ხა არ ვთხოვ მას რომ მაინც განსაჯოს ანჯელინა ჯოლი, მაგრამ რამდენად სწორია, რომ გენეტიკური ფაქტორი თუ ხელს უწყობს, რომ ქალმა გაიკეთოს იმპლანტი, ჩაიტაროს ოპერაცია და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ამდენად პოპულარული ადამიანი საუბრობს პრობლემაზე და მოუწოდებს ათასობით ქალს, მისი ბოლო როლიც კი ამას შეეხებოდა, რომ არ შეშინდეს და გააგრძელოს ცხოვრება და მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას. bu konu çok hassas bir konu. ეს ძალიან დელიკატური თემაა. მკერდი ქალურობის სიმბოლოა, მგრძნობიარე ზონაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტიმურ ცხოვრებაშიც. ამიტომ არასწორი იქნებოდა ყველასთვის გვეთქვა, მოიცილეთ მკერდი და კიბოსგან თავს დაიცავთ. ასეთი მიდგომა დაუშვებელია. აქ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გენეტიკური კვლევის შედეგი და ოჯახური ისტორიაა. გენეტიკურ ტესტს ვუტარებთ იმ პაციენტებს, რომლებსაც ოჯახში 2-ზე მეტი ზუძუს კიბოს შემთხვევა აქვთ, ოჯახში საკვერცხის კიბოს შემთხვევა აქვთ, ან თავად აქვთ წარსულში ზუძუს ან საკვერცხის კიბოს დიაგნოზი. თუ ამ გენეტიკური ტესტებით გამოვლინდება BRCA1 ან BRCA2 გენის მუტაცია, ასეთ პაციენტებში კიბოს განვითარების რისკი 70-80%-ს აღწევს. სწორედ ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებს თავაზობდა ვუტარებთ პროფილაქტიკურ
პროფილაქტიკურ მასტექტომიას. პროფილაქტიკური მასტექტომიის დროს მკერდის ქსოვილს ვაცილებთ და პლასტიკურ ქირურგებთან ერთად მის ადგილას იმპლანტს ვათავსებთ. შედეგად ქალის ესთეტიკური იერსახე შენარჩუნებულია. აქ ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო. ეს არ ნიშნავს ყოველთვის მკერდის მოცილებას და იმპლანტის ჩადგმას. ეს მეთოდი განკუთვნილია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ოჯახური ისტორია, გენის მუტაცია ან წინასწარ გამოვლენილი მაღალი რისკი, რომ მომავალში ძუძუს კიბო განუვითარდეთ. სწორედ ამ ჯგუფებში ზუსტი შეფასების შემდეგ ვთავაზებთ პროფილაქტიკურ ქირურგიულ მეთოდებს. Mutasyonu olan ya da daha öncesinde რა სიხშირით მივიდნენ და შეიმოწმონ თავი, აი და რაღაც ასაკში ხო არ უნდა უფრო მეტჯერ მეტად ყურადღების მიქცევა და კონკრეტულ ასაკში ხო არ არის ეს უფრო დიდი შუალედით საჭირო ექიმთან მისვლა იქნებ აი ეს ურჩიოს ჩვენს მაყურებელს. tüm kadınlara ყველა ქალს 18 წლის ასაკიდან ვურჩევთ კარგად გაიცნოს საკუთარი მკერდი და რეგულარულად ჩაიტაროს თვითგასინჯვა. ეს უნდა გაკეთდეს ყოველთვიურად მენსტრუაციის დასრულებიდან 3-4 დღის შემდეგ სარკის წინ. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს: ძუძუს დვრილის შიგნით ჩაზნექა, კანზე ამობურცულობა ან ფორთოხლის ქერქის მსგავსი გარეგნობა, დვრილიდან სისხლიანი ან რძისებრი გამონადენი, ხელით შესამჩნევი წარმონაქმნი მკერდში. ყოველი ქალი ახალგაზრდობიდანვე მეგობრულ ურთიერთობაში უნდა იყოს საკუთარ მკერდთან და ყოველთვიურად თავად გასინჯოს იგი. ამასთან ერთად პროფესიული სამედიცინო მეთვალყურეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური ისტორია და რისკ ფაქტორები. აქ წინა პლანზე ინდივიდუალური მიდგომა გამოდის. თუ ადამიანს ოჯახური ისტორიის ან ცხოვრების წესის გამო მაღალი რისკი აქვს, ჩვენ ვურჩევთ 40 წლამდე არ დაელოდოს და უფრო ადრეული ასაკიდანვე წელიწადში ერთხელ მოვიდეს შემოწმებაზე. და თუ მკერდში ხელით შესამჩნევი წარმონაქმნი ან სხვა საეჭვო ნიშანი გამოჩნდა, ასაკის მიუხედავად დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. რუტინული მამოგრაფიული კვლევა 40 წლის ასაკიდან იწყება. მკერდის ულტრაბგერითი კვლევა, ეკოსკოპია კი ნებისმიერ ასაკში შეიძლება ჩატარდეს. თუ ულტრაბგერითი კვლევისა და მამოგრაფიის დროს რაიმე საეჭვოს დავინახავთ, დამატებით ვიყენებთ მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას, MRI-ს და სხვა თანამედროვე რადიოლოგიურ კვლევებს. თავარია 40 წლის ასაკში ყველა ქალი უკვე გაცნობილი უნდა იყოს მკერდის ქირურგს და ამ გზას დაადგეს. ეს რეგულარული მეთვალყურეობის აუცილებელი ნაწილია. ya da 40 yaşından sonraki döneminde ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და საჭირო რაც თავარია, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგეთ ჩვენც და ჩვენმა მსმენელმა. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი და მაყურებელს ვეთყოდი რომ დაგველოდეთ, შემდეგ ეპიზოდს დაელოდეთ, ვაგრძელებთ საუბრებს ესთეტიკურ სილამაზეზე და ჯანმრთელობაზე.